გადამწყვიტე რომ დრო დავუთმო თავად ასტრონავტებს ორიონის ხომალდიდან. გუშინ ყველასთვის სიურპრიზი იყო, ისინი ვიდეო ტრანსლაციით პირდაპირ ეთერში ჩაერთვნენ ტელეკომპანია ABC News-ს. მე ამოვკრიბე ყველაზე საინტერესო მომენტები და ახლა სწორედ მას წარმოგიდგენთ. Well, first and foremost, we all wanted to get პირველ რიგში გვინდა მივესალმოთ ჩვენს ოჯახებს, რადგან უკვე საკმაოდ შორს ვართ დედამიწიდან და ჯერ არ გვქონია მათთან მისალმების შესაძლებლობა. დაახლოებით 1 საათის წინ, როდესაც მზე დედამიწის უკან ჩადიოდა, ჰიუსტონის მისიის მართვის ცენტრმა ხომალდი გადაატრიალა. არ ვიცოდით რას ველოდით, მაგრამ ვიხილეთ მთელი პლანეტა, პოლუსიდან პოლუსამდე, ჩანდა აფრიკა, ევროპა და თუ კარგად დააგვირდებოდი, ჩრდილოეთის ნათებაც კი. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი, რომელმაც 4-ვე ჩვენგანი ერთ წამში გაყინა, გააჩერა. ალბათ ის, რამაც ყველა გაგვაგვირვა, იყო მყარი საწვავის ამაჩქარებლების ჩართვის მომენტი და სტარტიდან აფრენა. მიუხედავად მოლოდინისა, მაინც დაუჯერებელი იყო. პირადად მე უზარმაზარი ღიმილი მქონდა სახეზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო, რამდენად მშვიდი აღმოჩნდა ფრენა ამაჩქარებლების მუშაობისას. ველოდით ძლიერ რყევებს, დიდ დინამიკას. შესაძლოა მოწყობილობებზე ხელის მოკიდებაც კი გავჭირვებოდა. მაგრამ რეალურად ყველაფერი ძალიან რბილად მიმდინარეობდა. მათი განსაკავების შემდეგ, როცა მხოლოდ მთავარი ძრავები დარჩა, სხვაობა იგრძნობოდა, თუმცა მთლიანობაში ფრენა ძალიან სტაბილური და სასიამოვნო იყო. რას ეთყოდით ახლა მაყურებლებს, რომლებიც ამას უყურებენ? პირველ რიგში მადლობა. თქვენი მხარდაჭერა და ნდობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს მისია განხორციელდეს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გაშვებამ ცოტათი გაგვაუცა კიდეც, წინ კიდევ ბევრი გვაქვს. ამიტომ ყველას ვთხოვთ, თვალყური ადმნონ პროცესს, NASA ძალიან კარგად აშუქებს ყველაფერს. აქ საკმაოდ ცივა, გვინდოდა უფრო თბილი საძილე ტომრები გვქონოდა, თუმცა ჰიუსტონი გვეხმარება ტემპერატურის რეგულირებაში და ბოლო საათებში უკეთესად გავათბეთ კაბინა. უკვე დაახლოებით 30 საათია კოსმოსში ვართ და მხოლოდ 2 მოკლე ძილი გვქონდა. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ძილი ცოტა კომიკურიც არის. ერთ-ერთი ჩვენგანი ხამურასავით კიდია, მეორე კუთხეშია მოქცეული, მესამე სავარძელზეა გაწოლილი. ბეგი მონიტორების ქვეშ ვიძინებ. სინამდვილეში უფრო კომფორტულია, ვიდრე წარმოვიდგენთ. დედამიწის ხედმა უკვე შეგვძრა. ახლა იმავე შეგრძნებით მთვარის დანახვა გვინდა. ეს წარმოუდგენლად ლამაზია. ასევე გაგვიხარდება სახლში დაბრუნებაც. როგორ გრძნობთ თავს, როგორც პირველი ადამიანები, ვინც ბოლო 54 წლის შემდეგ ტოვებენ დედამიწის ორბიტას? ტექნიკურად ჯერ ისევ დედამიწის ორბიტის გარშემო ვართ, მაგრამ უკვე სრულად მთვარისკენ მივემართებით. რამდენიმე დღეში მთვარის გრავიტაცია დაიწყებს ჩვენს მიზიდვას. ეს უდიდესი ტექნიკური მიღწევაა. მალე გავხდებით ადამიანები, რომლებაც ყველაზე შორს იმოგზაურეს კოსმოსში. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა მთავარი არის ის, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ეს პროგრესი და სხვა ეკიპაჟებმა კიდევ უფრო შორს წაიწიონ.